გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სიმონეთის მოსახლეობამ დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი აცხადებენ, რომ სოფელში არსებული ქვის მოპოვებელ კარიერზე სამუშაოების განახლება მოუწესრიგებელ სამანქანო გზას კიდევ უფრო დააზიანებს. გამგეობისა და საგზაო დეპარტამენტის პოზიციები ნახეთ სულხან მესხიძის რეპორტაჟში. 7 თვის განმავლობაში დადიოდა მარტო ორხიდიანი მანქანები. არც ერთმა მშენებლებმა თუ იქნება მომპოვებლებმა არ გაითვალისწინეს სოფლის პირობები, სოფლის ცხოვრება, რა დღეში ვიყავით. სოფელ სიმონეთში უახლოეს პერიოდში ქვის მომპოვებელი კარიერი გაიხსნება, საიდანაც მასალის გამოტანას მძიმე ტექნიკა დასჭირდება. ადგილობრივები შიშობენ, რომ მოუწესრიგებელ გზას ტექნიკის ინტენსიური გადაადგილება კიდევ უფრო დააზიანებს. მოსახლეობა შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციას უკვე წლებია უშედეგოდ ითხოვს. სიმონეთელები დღეს ხელვაჩაურის გამგეობის შენობის წინ შეიკრიბნენ და მათი მოთხოვნები გამგეობის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. ჩვენ ვითხოვთ გზას. ჩვენ გვინდოდა ასფალტი, გვირდებოდა რომ ასფალტი დაეგოსო. ამიტომ ახლა მოდის მძიმე ტექნიკა და იგერ გორანა ანგრიოს. მართალია ჩვენც გვინდა ბათუმი. კარგია ყველაფერი, მაგრამ ჩვენ სოფლის ხალხს არ უნდა შეგვაიქნან, შეგვავიწროვონ. ეს საკითხი ახალი არ არის. იმ კარიერზე ქვების მოპოვება, ინერტული მასალების მოპოვება ადრეც ხდებოდა და იმის გამო რომ პრობლემები შეიქმნა გზებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იქ მოძრაობდა 60-70 ტონიანი სატვირთო მანქანები და ფაქტიურად ვერც ერთმა გზამ ამ მანქანების მაღალი სიმძიმის მანქანებს ვერ გაუძლო. ამის გამო დაზიანდა. სოფელ სიმონეთის მოსახლეობის პრეტენზიებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე გაეცნო. როგორც მან დღეს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, არსებული პრობლემა მისთვის ცნობილია და უწყება უკვე გამოსავლის გზებზე მუშაობს. იგი განმარტავს, რომ სოფელში ქვის მომპოვებელი კარიერის არსებობა აუცილებელია, რადგან იქ მოპოვებული ქვიშით ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრება ხდება. მოსახლეობის მოთხოვნა რეალურია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ითხოვენ, რომ არ უნდა დაზიანდეს გზა და მართალიც არიან. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ უნდა შეიქმნას სოციალური პაკეტი, უნდა მივიდეთ კონსენსუსამდე, რომ არც ერთი მხარე დაზარალდეს და არც მეორე მხარე დაზარალდეს. აჭარის საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მახოს და სიმონეთის მიმართულებით გზა კარიერზე ქვის მოპოვების სამუშაოების დასრულების შემდეგ მოასფალტდება. უწყების უფროსის კახა შაშიკაძის განცხადებით, მანამდე სოფლის გზა მოშანდაკდება. დაგეგმილი გვაქვს მახოს სიმონეთის მიმართულებით ასფალტის საფარის მოწყობა, ამისთვის ჩვენ უკვე მზად გვაქვს საპროექტო სახარისდაღრიცხვო დოკუმენტაცია, როგორც კი დასრულდება კარიერზე სამუშაოები, საგზაო დეპარტამენტი უზრუნველყოფს ამ სამუშაოებს. ხელვაჩაურის გამგებლის თქმით, სოფელ სიმონეთში საავტომობილო გზის შეკეთებაზე პასუხისმგებლობა სამომავლოდ სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელშეკრულებით დაეკისრება.